Patriarchis გლოვაში დღეს მთელი ერია გაერთიანებული მოქალაქეები ერის იდენტობისთვის, მყოფადობის ტრადიციების და სულიერ ფასეულობათა განმტკიცებისთვის ილია მეორის მიერ გაღებულ უდიდეს ღვაწლზე საუბრობენ და მის ისტორიულ მისიას აფასებენ. მით უმეტეს, რომ პერიოდი, როდესაც ილია მეორე საპატრიარქო ტახტის საჭადმკრობელი გახდა, გამოწვევებით და სირთულეებით იყო სავსე. სწორედ ქვეყნის 151 პატრიარქის სახელთანაა დაკავშირებული საბჭოთა რეჟიმის დროს დანგრეული თუ დაზიანებული ეკლესია, მონასტრების აღდგენა და ახალი ტაძრების აშენება. ეპარქიების სასულიერო პირების და ზრდა სამეცნიერო საგანმანათლებლო მიმართულებით მისი დაუღალავი მოღვაწეობა, შრომა და არაერთი ისტორიული მნიშვნელობის წამოწყება და პროექტი. ილია მეორის მიერ დატოვებულ ისტორიულ და სულიერ მემკვიდრეობას მისი სულიერი შვილები იხსენებენ. ინტერვიუები ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში და რეგიონშია ჩაწერილი. ჯოხოსნების წინამძღოლი ვარ. მისი ხელდასმით მოხდა ჩვენი თავის მოყრა. მოიყარეთ თავიდან უდამარქმევთ პრეზიდენტო და ტახტი დაიცავითო. თვითო კი არ თქვა, პატრიარქი და ტახტი დაიცავითო. ეპოქალურის გარდა სული და გული წაიღო. ახლა მისმა გადასახლებამ ზეყანას ოღონდ ერთადერთი იმედი იმისა, რომ მოსიარულე წმინდანი სულით გადავიდა. ზეყანას და იქიდან მაქვს იმედი, რომ გლოცოს და უამრავი მოსაგონარი გვაქვს. ჯერ იყო და როგორი ურთიერთობა ჰქონდა მეუფე კალისტრატესთან, მისი გაზრდილი იყო. ეხლა ჩვენ ჯოხოსნები ყველაზე მთავარი რაც არის ეხლა ღმერთო მისი ზეყანას გადასახლება, მისი ლოცვა იქიდან შეეწიოს საქართველოს. იშვიათად ყოფილა კაცობრიობის ისტორიაში ასეთი დიდი პატრიარქის დანაკლისი. უბრალოდ როცა ვიხსენებთ, მართლა ცრემლად ვიღვრებით და ამ ადამიანის არსებობამ მთელი ეპოქა შეცვალა. თავისი სიმშვიდით, თავისი სიბრძნით, თავისი უბრალოებით, თავისი არაჩვეულებრივი დარიგებებით, რომელმაც ფაქტიურად გზა გაგვიკვალა რაღაც სიკეთისკენ. თითქოს უკვდავი იყო, ასე გვეგონა და რაღაცა თავზარდაცემულები ვართ, მაგრამ იმით შეიძლება ვინ უგეშოთ თავი, რომ აწი მფარველ ანგელოზად მოევლინება ის ჩვენ ქვეყანას. ისე სიბრძნით, ისეთი კეთილშობილებით ახერხებდა ადამიანების ნუგეშს, რომ ალბათ მადლობა უფალს, რომ ჩვენ მისი თანამედროვეები ვართ. მადლობა უფალ, რომ ყავდა ასეთი პატრიარქი და სასუფეველი დაუმკვიდროს ღმერთმა იქ, სადაც მართალნი განისვენებენ. ერის დამარცხებელი, დამამშვიდებელი, ხალხის შემწყარებელი, შემბრალებელი, უწყინვალესი პიროვნება დავკარგე. უსახვარლესი, განუწყვეტი პირობა დღედაღამე, მეტი აღარ შემიძლია. მთელი ერის ტკივილია, მთელი ერი ჭირისუფალია და ღმერთმა შეუნდოს ცოდვები და დაუმკვიდროს სასუფეველი იმდენს იღწვა და შრომობდა ჩვენი ერის გადარჩენისათვის და უფალმა ინებოს, რომ მისი გარდაცვალება ყოფილიყოს ერის გაერთიანების სიმბოლოს დავარქმევდი, ასე ვიტყოდით. ალბათ არ გადავამეტებ თუ ვიტყვი, რომ ეს იყო ჩვენი მამა, ჩვენი ერის მამა და ყველა კონკრეტული ადამიანის. ეს უზარმაზარი დანაკლისი. უთანაბრობთ ეს საქართველოს. ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი სული, ძალიან ძვირფასი ადამიანი, ძალიან ძვირფასი, ძალიან განვიცდით და მთელი საქართველო განიცდის. ყველას ტრაგედიაა ეს. ძალიან დიდი ღვაწლია პატრიარქის როლი იმ თვალსაზრისით, რომ ერი გაგვაერთიანა, შევკრა ერთ მუჭად. არა მარტო ქრისტიანები, არამედ მუსლიმანებიც და საერთოდ ყველა კონცეფცია ღრმა პატივისცემას გამოხატავდა მისი მამული მზრუნველობის. წმინდა საქართველოს მოსამზირო უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორის გარდაცვალებას უსამძირებთ მთელ საქართველოს, მთელ ჩვენ ქვეყანას ამ უდიდეს დანაკლისს. ჩემთვის დიდი პატივი იყო მისი პირადად გაცნობა და ცნობადი მას ბევრჯერ შევხვედრი ვარ. პირველი ეს ჩემთვის რასაც ასოცირდებოდა და რაც ახლოს იყო ის იყო, რომ ფოთის ეპარქიაში მან დიდი წვლილი შეიტანა და ქალაქში და კერძოდ ყველას კარგად მოგეხსენება თუ ფოთის საკათედრო ტაძარი დღეს რომელიც არის მარგალიტი, ასე ვთქვათ, მთელ საქართველოში და ეს მისი დიდი წვლილია, რაც ამ ქალაქში ხდება. სამწუხაროა თითოეული ქართველისთვის იმის გააზრება, რომ დღეს ჩვენს გვერდით უკვე საქართველოს პატრიარქი აღარ არის. დიდია მისი ღვაწლი საქართველოს წინაშე, თითოეული ქრისტიანის ქართველის წინაშე. მოვადრო და ქართველი ერი აუცილებლად შეაფასებს და დააფასებს მის განვლილ ცხოვრებას და მის ღვაწლს ქრისტიანულ სამყაროში. ხვდაწილად ბედნიერება, რამოდენიმე წლის უკან პირადად შევხედროდი პატრიარქს ნოჯიხევის დედათა მონასტერში და დაველოცე.
უსამძირებ კიდევ ერთხელ სრულიად საქართველოს და ქრისტიანულ სამყაროს. მე რთული ამაზე საუბარი. მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება ილია მეორე იყო ჩვენს გვერდით, ერისა და ქვეყნის გვერდით. ხუმრობა ხომ არ არის თითქმის 50 წელი ედგა უწმინდესი და უნეტარესი ქართულ ეკლესიას. ურთულეს პერიოდში, უღმერთობის ხანაში დაიკავა, იტვირთა ეს მძიმე ჯვარი და ერი მოაბრუნა ეკლესიისკენ. დიდმა მამამ და ღვთის წიაღში წავიდა და არ ვიცი, ძალიან მძიმეა ეს ყველაფერი და მადლობა ღმერთს, რომ ქონდა ის ბედნიერება, რომ სტუდენტობის დროს მის ყოველწლიურ ლოცვას დავსწრებოდი და ყველაზე დიდი ბედნიერება ჩემს ცხოვრებაში იყო ის, რომ მასთან მქონდა შეხვედრის შესაძლებლობა. რამდენიმე წუთის განმავლობაში მის წინაშე ვიყავი დაჩოქილი და ესე ხელი მქონდა ესე ასე ვთქვათ, გულში მქონდა ჩაკრული და მე მთხუია და აღარ მინდოდა გამეშვა. იმდენად ფაფუკი იყო, იმდენად რაღაცა ჰაერივით ხელი მქონდა იმ მართლა როგორც მართლა ცოცხალი წმინდანი იყო ჩვენ წინაშე და ვიზიარებ ყველა ადამიანის მწუხარებას. ნუ ღვაწლი შეუფასებელია, მარტო ჩემი გაგებით კი არა, მთელი საქართველოს აზრი, რა თქმა უნდა, ეს იქნება. უდიდესი ადამიანი, რომელიც უწმინდესად არის აღიარებული მთელი მსოფლიოც აღიარებს და სრულიად საქართველოზე აღარ არის ლაპარაკი. და ის რაც გავიკეთე ეს ამბავი, მე ჩემი ოჯახი, ჩემი საახლობლო სულ ვტირი ვართ ნამდვილად. იმიტომ გამოვედი გარეთ, რომ ვეღარ ვიკავებ უკვე ემოციებს.